კინოცენტრი ახალი დირექტორის მოლოდინშია. ვაკანტური თანამდებობისთვის კულტურის სამინისტრომ სპეციალური კონკურსი გამოაცხადა. კინოცენტრის ძველმა ხელმძღვანელმა კი ამ პოსტზე მუშაობა 2 დღის წინ დაასრულა და კოლეგებისთვის გამოსამშვიდობებელი მიღებაც გამართა, რომელზეც მთავარი სტუმარი კულტურის მინისტრის ნაცვლად მისი წინამორბედი იყო. საქართველოს კულტურისა და დეკორაციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესახებ. კინოცენტრის დირექტორობის კანდიდატებს შორის კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი სელექციის შემდეგ დანიშნულ გასაუბრებას მრჩეველთა საბჭოს შეუერთდება. საბჭოს შემადგენლობაში არიან ნანა ჯანელიძე, ლევან თუთბერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, სხვა რეჟისორები და კინომცოდნეები, სულ 12 პროფესიონალი. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთი კაცის გემოვნებაზე, მხოლოდ ერთი კაცის შეხედულებებზე არ იყოს დაფუძნებული. მენეჯერის უნარები, მართვის გამოცდილება და კინოს პროფესიული ცოდნა კინოცენტრის დირექტორის კანდიდატის მიმართ მოთხოვნების არასრული სიაა. პროფესიული ნარჩევები უნდა კონდეს. მე მიმაჩნია პირველ რიგში და შეიძლება ამაზე უფრო წინ დავაყენო მისი პიროვნული თვისებები, კომუნიკაბელობა, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და კარგი ადამიანი უნდა იყოს, ჩამრთელი ადამიანი უნდა იყოს და უნდა უყვარდეს ის საქმე, რისთვისაც ამ ფინანსებს ანაწილებს. და მაქსიმალურად უნდა შეძლოს, რომ იყოს ობიექტური მეგობრობით, ნაცნობობით, ნათესაობით და ლამაზი თვალების ფერისთვის არ გადანაწილდეს ეს ფინანსები. კონტაქტები და კომუნიკაცია მთავარი მოთხოვნაა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორისთვისაც. თამარ ტატიშვილს უფლებამოსილების ვადა გვეშურა, თუმცა საქართველოს წარმომადგენლად ევრიმაში ის ამიერიდანაც დარჩება. ევროპის საბჭოს კინოს მხარდამჭერ ფონდში გაწევრიანება მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა. ვერაერთი და სკრინი წერდნენ ზუსტად ერთი თვის წინ ბერლინში, რომ საქართველოს ხდება ახალი ცხელი წერტილი თანამედროვე კინოში და მე ვფიქრობ, რომ ამის გარკვეული ჩანასახი ზუსტად ბოლო 3 წლის მუშაობის შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი, ეს არის მთელი გუნდის და იმ პროდიუსერების, იმ რეჟისორების, რომლებიც მთელ რიგ სარისკო გადაწყვეტილებებს უკან ედგნენ. კულტურის მინისტრისგან თამარ ტატიშვილმა მადლობა, გურამ ოდიშარიამ კი კინოცენტრის უკვე ყოფილი დირექტორისგან მიიღო მიწვევა გამოსამშვიდობებელ მიღებაზე. მოქმედი მინისტრის ნაცვლად ამ თავყრილობაზე ექს-მინისტრი გამოჩნდა. თამარ ტატიშვილს ყვავილების თაიგული, მცირე ზომის საჩუქრები და თბილი სიტყვები კინოცენტრში შეკრებილი რეჟისორების, კინომცოდნეებისა და პროდიუსერებისგან ერგო. მე და თაკო ტატიშვილს ძალიან დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მის დროს კინოცენტრთან და ევრიმას შორის დაიწყო ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ მან ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. გამოსამშვიდობებელ მიღებაზე შეკრებილებს კინოცენტრის ახალი დირექტორის მიმართ თავისი მოთხოვნები აქვთ. უნდა ქონდეს სამართლიანობის შეგრძნება, ეს უნდა იყოს თავი და თავი. იმიტომ რომ მაინც ახლა კინოცენტრს ეხება განაწილება, თანხები და მართალია ეს არ არის პრეროგატივა დირექტორის, მაგრამ უნდა შეიქმნას ეს ატმოსფერო ისეთი, რომ გაიმარჯვოს მართლა იმან, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები კულტურის სამინისტროში 15 მარტის ჩათვლით მიიღება. კანდიდატებს მათი წინამორბედი ურჩევს უმაღლესი განათლების დიპლომთან, რეზიუმესთან და 2 ფოტოსურათთან ერთად თან იქონიონ ერთი მნიშვნელოვანი უნარიც. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროექტებზე ხშირ შემთხვევაში თქვას არა.